ის რომ გრიგოლოვსკის საფლავი ქართული ეკლესიის ეზოში იყო, ამას ბევრი წყარო ადასტურებდა. ყოველთვის იყო აქ რაღაც საფლავის მოძებნის სურვილი, ოღონდ ეს გასათვალისწინებელი იყო ყოველთვის, რომ ეს არის ძალიან დიდი კვარტალი და მოქალაქეების ეზოა. ანუ პრაქტიკულად დღესაც კი საგადასტრო საზღვრებით გაუმიჯნავი ეზოა, იმიტომ რომ 4-ვე მხრიდან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლითაა. იმდენი მაცხოვრებელი ცხოვრობს მაგ კვარტალში, რომ გამიჯნვას კი ვერ მოახერხეს დღემდე. ასეთ ეზოში გათხრების ჩატარება საკმაოდ რთულია. შემიძლია ვივარაუდო, რომ თავს არიდებდა ამას გარკვეული სამსახურები, არც ვიცი ვის მოვალეობა შეადგენს ასეთ შემთხვევაში საკვლევი სამუშაოების ჩატარება. შინაგან საქმეთა სამართლება გვითხრეს, რომ ჩვენ შეგიწყობთ ხელს ყველანაირად, თუ კი სხვა ადგილასაც აღმოჩნდება მსგავსი ფაქტი, არტიფაქტი ან ჩონჩხი, ესენი ამას galukavენ და მათი მეშვეობით გადააგზავნიან ექსპერტიზის ბიუროში. ხო. იმიტომ რომ სამხარაოში რომ წარდგეს ეს მასალა, იმათ უნდა კონდეს საფუძველი სამხარაოსო, საიდან მოიტანეს ეს ამოღებული მასალა. ამიტომ წავედით ასე. ახლა მინისმა რო დარეკა ბათუმში, მთელი გვარდია დააყენეს ფელდზე და ახლა 2 კაცის მაგირად მოვიდა 20 კაცი. 20 კაცი იყო. გარედან შეგრული. ისე რომ თვითონაც ალყაში ვიყავთ მოქცეული. თვითონაც არ იცოდნენ. აპკები და სამართლოს უფროსის მოადგილე. აქ გალავანში მიწერია მე. გალავანში, ხო? გალავანშია დაკრძალული რა. საიდან მოწერია ეს უნდა ნახო. აქედან გამომდინარე მოვიდნენ გადაიღეს ის ადგილი დააფიქსირეს და დედასხმელია წაიღეს ვერიტო არ წაუღიათ. არა, ძვლები არ წაუღიათ, მემილაგია მანქანაში. შემთხვევით მოხდა ხო ყველაფერი. იყო დაწყებული სამუშაოები, სხვადასხვა უნებართვით არ როგორც მითხეს ის სამუშაოები. ისაც რომ უნდა დაეწყოთ მუშაობა, ნებართ უნდა ქონდეს, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემა არა. ნუ ბევრი სახლია მაგარი, ერთი არის. მაგარი ერთი და 4 სახლი. 4 სახლია. და მიწა ვერ გაიგეს მაგება. და დარჩა ერთი საკადასტრო ერთეული შეუთანხმებლობის გამო. ბატონმა რამაზმა გუშინ შემოთავაზა ასეთი იდეა, რომ შევექმნით ჩვენ კომისია. და მე მაგალითად ავიტაცია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ კაცებს რაც აღმოვიდნენ 1900 წელს საზმოს აფლავით, მაშინაც ჩვენ შევქმნით კომისია, რომლის შემადგენლობაში თქვენ შეგვიძლია ბატონი ახლა მიცვათ ახლა ამ სტუმრთაგან. ზოგი კედი ახლა ზოგი არის. ერთი 100 მეტრის დიაპაზონს გვითითებდნენ და იქეთ-აქეთ გვარდენიებდნენ და ძალიან არ გავანებიეთ. და არა ის მახსოვს ეს რომ ის რა კარგად რომ გამოვიდა და მოკიდა და ყველა და აგერ დაარქვი და მოკი იქ რა გაუდა. ერთადერთი ეს პატარა ზოლი შესაძლოა. და მაგარი შესაძლოა. ის მაგარი იყო რა. ნაჩი მთელი ქალაქი მუშაობა. სავარაუდოდ, ხო? სავარაუდოდ. რაღაც ამ რაიონში უნდა იყოს ჩვეულა. ბავშვი აგებს კატარა. ეს იყო 90 წელი. დღევანდელი თავისუფლების ყოფილი ლენინის მოედანზე გათხრებისას, როდესაც 50 მებრძოლის ნეშტი ინახა, მაშინაც დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო. მაშინაც მხოლოდ ფოტომასალა გაგვაჩნდა და რუკები. თავიდან არასწორი ვერსია ქონდა აღებული. ვეყნობოდით რამოდენიმე მოქალაქის ნამბობს, მონათხრობს, განაგონს, მაგრამ ვერსიები ძალიან განსხვავებული იყო. მე მგონი მართლა ერთი 100 მეტრის რადიუსში უთითებდნენ სულ სხვადასხვა ადგილს და შემდეგ წამოტივდივდა სხვა ფოტო, სხვა მასალები, შეიცვალა ვერსია. შემდეგ ჩავთვალეთ, რომ მაშინდელი მიქაელის სახელობის ეკლესიის მეორე სართულიდან შესაძლებელი ყოფილიყო იმ ფოტოს გადაღება. იქამდე მიგვაჩნდა, რომ დღევანდელი მემედაბაშიძის ქუჩიდან იყო აივნიდან ფოტო გადაღებული და იმ რაკურსიდან ვეძებდით. უკანასკნელმა ვერსიამ გაამართლა და როგორც იცით, წარმატებით დასრულდა კვლევა. მე და გიაღვთ ესე იმის კომისიის წევრები მაშინდელი. დიახ. მაშინ სულ მე არ შემეყვანს. გეუქ სულ ახალი ჩამოსული იყო 50 კაცის ტექსტის ის რო გადაიღო. შენ რომ დეპუტატი ხარ. მაგიდა ხო. და სურათიც ასოლე შევსწავლეს. ხო და კიდევ თუ იგივე დაგჭირდება ალბათ მე გზადაგზა ვის დაგჭირდება მოვიწვევთ. ამ სამუშაოებისთვის საჭირო იქნება მატერიალური სახსრები, საჭირო იქნება სათანადო ტექნიკა
შესაძლებელია ვიღაცა ჩვენ დაგვეხმაროს ტექნიკით ქვემოქმედებით, მაგრამ აქ უნდა მოხდეს ოფიციალურად მიმართვა. ანალოგიური სურათი იყო შარშანაც, ფოტო გაგვაჩნდა. გაგვაჩნდა ასევე 1909 წლის რუკაც, რომელზეც კვარტლის სიღრმეში იყო ეკლესია დასმული და მკაფიოდ ჩანდა ეკლესიის კონტურები. თუმცა კომისიის ნაწილი არ ემხრებოდა მაგ ვერსიას და მეაჩნდათ, რომ მელიქიშვილის ანუ ყოფილი ეგრესის ქუჩასთან უფრო ახლოს იდგა ეკლესია. დამატებითი ფოტოების მოხმობა დაგვჭირდა არქივიდან. ამოვიღეთ ფოტოები, რითაც ძალიან მარტივად განსაზღვრეთ, რომ საკმაოდ ღრმად, ანუ პრაქტიკულად კვარტლის შუაგულში იდგა ეს ეკლესია. ეს ადვილი დასადგენია ფოტოდან, იმიტომ რომ ორივე მხარეს გალავნის დიდი ნაწილი ჩანს. და ადვილია წერტილის დადგენა, საიდანაც მოხდა ფოტოების გადაღება. პირიქით შეგვიწყონ ხელი. მოსული არიან, ვერ არის. ჰა? ბატონო როსანია, გერა მოსული არიან და რა მოიღეთო რომ დავაფიქსიროთო და დავუყოთ. გამარჯობა. ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას. დავათვალებთ შემთხვევის ადგილს რაც. ის ზვალი რაც არის ამოღებული, უნდა გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. აი მაგაზე საუბარი. ჰა? დედასიდონიანსანა ის რაც ამ. ო, გასაგებია დედასიდონიანი გადაეცეს. გადმოგცემთ, არა პრობლემა. არა პრობლემა. დანარჩენი ახლა. იმარა რა ეკლესია ჩანა ფოტოზე ჩანა ვა რომელი ფოტოა ეს რა გითხებს? გრიგოლ ვოლსკის ოჯახი მე-19 საუკუნის 30-იან წლებში გადმოასახლეს საქართველოში. ეს იყო პოლონელების ოჯახი, რომელსაც რუსეთში შექმნეს გარკვეული პრობლემები ხელისუფლებასთან და ამის გამო გადმოასახლეს საქართველოში. თვითონ ვოლსკი დაიბადა იმერეთში და განათლებაც მიიღო ქუთაისში, თქვა საშუალო განათლება. შემდეგ უკვე უმაღლესი განათლების მისაღებად ის მიემგზავრება მოსკოვში, სადაც ჯერ იწყებს ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლა-განათლების მიღებას და შემდეგ, როგორც მისი რეიდაშვილი იკონებს ამას, რომ რაღაც ნაკლები ინტერესი ჰქონდა ამ ფილოლოგიური ფაკულტეტის მიმართ და ძალიან საინტერესოდ იგონებს ამას, როგორ შეცვალა გადაწყვეტილება, რომ გადასულიყო საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, იქ მედიცინას დაეუფლა, მაგრამ მანამდე, როცა სწავლობდა ამ ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, ამბობს, რომ იმდენად იწელებოდა ამ ლათინური ენის სწავლა და გრამატიკა, იმდენად მოსაბეზრებელი იყო მისთვის ეს წესები, რომ თვითონ ძალიან ესეთი აქტიური ტიპი იყო, მუდმივად რაღაც სიახლეებს ეძებდა და როგორც ჩანს მოსაბეზრებელი აღმოჩნდა ამ მიმართულებით სწავლა და შეცვალა გადაწყვეტილება და საბოლოოდ საქართველოში დაბრუნდა ექიმის დიპლომით. ასე დაიწყო მან მუშაობა სწორედ ექიმის დიპლომით როტშილდის ქარხანაში. რის შემდეგაც მის მიმართ ინტერესს იჩენს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, კონკრეტულად მისი სულისჩამდგმელი ილია ჭავჭავაძე, რომელიც გადაწყვეტს, რომ ბათუმში გამგეობის წევრი და ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო გრიგოლ ვოლსკი და ალბათ ეს იყო ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რომელიც ილია ჭავჭავაძემ მიიღო, იმიტომ რომ გრიგოლ ვოლსკი თავისი პიროვნული თვისებებით, თავისი განათლებით და რაც თავარია, ალბათ სიყვარულით იმ საქმის მიმართ, რასაც ის აკეთებდა, იყო ძალიან კარგი კანდიდატურა, რომ ეს საქმე მისთვის ჩაებარებინათ. შეიძლება ამის იმაზე დგას. შეიძლება ამაზე დგას. ან იმის ცენტრალურ ნაწილზე დგას. ამ იმის ცენტრალურ ორი კედელია გამოყენებული რა. იძინა 9 წლის რუკაროგა დიდი. სამა. მაქეტიჯა რა. ნუმარა ვახია. ნუმარა რა, ზეთ არის იგი რა ქვია ეს. დაგეგმარება ქალაქ შენობაზე არა. აფშაცე შენობა რა. აფშაცე არა, დევიჩკე 78 და იმევედი 10-მდე. აფშაცე არა, 10-მდე სახში. კარგი, იული სახში. ანჯარაშია. მე ადიოდა, ევიდო და ზევით. არ კი დამთავრდება. აგი ევიდო და ზევით ასე.
შეიძლება სამკუთხედა დამთავრებული იყოს. შენ გარ სამკუთხედა დამთავრებული. გუმბათსაც ნახე რამდენი სარკმელია. აი, ედიტო გეუბნები საკმაოდ დიდი ეკლესია. აუქნა და მე შეიძლება ხოდა მოიწრე 9 წლის უკაზე იქნება. ამო წევიდეთ ერთი მე და შენ აგენტი ყონა. თუ არის ზეთ ისა მე ვიტან თუ არის კვარტალური რაღაცა კვარტალური ეგეცა. დიდია და აგერა ეკლესია მე. აიცა? აგერდასა? აგერ. შუა კვარტალში დგას. აგერა. შო. და ნახოთ რა. ახლა ვნახოთ რა. შეშია? რომელია? ხო შუაშია. მადამას გაკეთე. არა, ბიჭო მეორეა. ეს სკოლა აგერა, აგი სკოლა, ესაა ჯინჯარაძის ქუჩა მოკლედ. ესაა ჯინჯარაძე. გოზიგენი არა, ჩამოყალიბებული კვარტალი. ნახოთ რა გრუზინსკე უჩილიშე. 45, ეგეა უჩილიშე. ან ჩემი სკოლაა. გრუზინსკე უჩილიშე. აგია მასშტაბი ბიჭო, მაშინ ასე შებოდნენ რა, ლინიერი მასშტაბს ახაზარ. აბიჭო, აგერ ხოჩას ლამაზა და აგერ ჩანს ლამაზა. იგივე გააგზელე აქა. გახეულია მაგ. აგერ ჩანს ერთ ადგილზეა. აგერ ჩანს აგია, თავარი აგია. ამ მანძილს თუ ეიღებ შენ ამ მანძილს, აგერ აქა დაადებ და გოუშვი ასე ხაზებს, შო. გია, აი სკოლა ხომა. გია. არა, ასე სკოლის წინ არაფერი არ ყოფილა. ხო, არც გორკის ქუჩის მხრიდან და ასე მინა. ფუნდამენტი ორფენად იყო დასხმული. ორშლეთ იყო დასხმული, ეს კარგად იკითხებოდა, იმიტომ რომ ადვილად მოძვრა ერთი ფენა, ადვილად გადაძვრა. გარდა ამისა, საინტერესოა, რომ რაღაც სხვადასხვა სახის დეტალები იყო ნაპოვნი, ძვლები, ასევე სამშენებლო ქვები, კრამიტის ნატეხები, მოსაპირკეთებელი მასალები, ჯვრის ფრაგმენტი იყო ნაპოვნი, სხვადასხვა დეტალები და ის, რომ ზედაფენა ადვილად მოცილდა, ჩანდა, რომ მათ შორის რაღაც ამ ორ დასხმას შორის რაღაც პერიოდი გავიდა. ბათუმში საერთოდ ჭირდა სამშენებლო მასალა. თუ დაინტერესებული ხართ ძველი ბათუმის შენობებით, იქ ნახავთ, რომ კედლის პატარა ფრაგმენტში შეიძლება 4-5 კვადრატულში 8 სხვადასხვა მასალა დავთვალე მაგალითად ჩემ ეზოში, სადაც მე ვცხოვრობ. ინერტული მასალა ჭირდა ძალიან, ქვა ჭირდა ძალიან, პორტის მშენებლობას იცით, პეტრას ციხისძირის კომპლექსის რაღაც ნაწილი შეეწირა. ეკლესია საკმაოდ დიდი იყო, შესაბამისად საძირკველიც საკმაოდ დიდი იყო. ერთბაშად დიდი რაოდენობით ბეტონის მომზადება გაუჭირდა და უბრალოდ ორფენად დაასხეს. სწორად გეუბნება რა. და ამას კიდე წინა აქვს მინაშენი. ხო, ეს არის პატარა მინაშენი, შესაძლებელი. ნიმეცკი შოტი თუ წავალ, წევიდეთ ხიკალთ ნიმეცკი შოტი. შოთა, ერთმანეთს. ჩავალ ხიკალი? აბა რა უნდა? წევი. ჩვენ ახლა მუზეუმში მივიდივართ, ბიზინა დამპერდარი, ეს ნახავთ რელიგიოსია. მერე იქ თემურისთან დარეკე, ამ ტელეფონზე დარეკე და თუ შეძელია თუ გაგიჭირდა, მერე სხვა დროს დავთქვა, როცა შენ გათხოვს იმ დროს დავთქვა. კარგი, მადლობა. ეს ვერიგაცია ნახოთ, არ შეიგზავნოს. ოშე. მეწავშა. დაში. დენემის ადმინისტრაციაზე შეძლებილი იქნება გავადასტურა და ესაც ძველი სურათი ერთი გითხრა, მაგრამ ძალიან ისე გადაღებული. ესა მეზობლის სკოლა. არ შეიძლება რომ შეწყარულად გიყო შენობა გამორიცხულია. ეს მაშინ ახლა ეს სკოლის ადგილზე იყო რაღაც. ცოტა უცნაური ფორმა აქვს თვითონ შენობას გეგმაში. იმიტომ რომ თვითონ შენობა რა თქმა უნდა ჯვრის ტიპისაა, ჯვრის სახე აქვს და წინა ნაწილი ჩვეულებრივი სტანდარტული მართკუთხა მინაშენის ნაცვლად თავად ჯვრის ფორმისაა. მე როგორც გათხრებმა აჩვენა, ეს მხოლოდ ნახაზია ასე თორე ნატურაში ასე არ აშენებულა, ნატურაში აშენდა სტანდარტული ფორმის და როგორც ავართ მიჩვეული სავარაუდო ჯვარ-გუმბათოვანი. საერთოდ ვერაფერი ვნახოთ, ჩვენ ამისთვისაც უდავიხოთ ბზა. ჩვენი წინაპრების წინაშე და გრიგოლ-ვოცკის წინაშე ვიქნებით ვალმოხტილი ჩვენი თაობის მოქალაქეები, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ვეძებეთ, მაგრამ თუ კი გაგვიმართლა და ჩვენ ამოვაჩინეთ მისი ნეშტი, იმაზე უკეთესი ადგილი, ვიდრე ღვთისმშობლის ეკლესიის პანთეონი არის. არა, მასე მოხდა. აი, მოკლედ ვიდოდა მე თქვენთვის მეთქვა იმ მიზნებთან დაკავშირებით, ერთი რაღაც მაშინ. დავასრულე. კი ბატონო, ყველას მოგცემ. ეს ადგილი არის შესასწავლი, დაახლოებით 40 კვადრატული მეტრი.
აქ თუ მოუძებნი და იქეთ ახლა აღმოსავლეთის მხარეს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ ეკლესიის შესასვლელთან დაასაფლავი და ეხლა ადგილიც აღარ არის მეტი და გასათვლელიც კი არაფერი არ არის სამწუხაროდ. ჩვენ ახლა უნდა დავანებოთ ეკლესია როგორი. გალავნის. ხო, შესასვლელისა. ნახეთ და ეკლესია როგორი კედელი არის, ამდენად არის ეს. ეკლესიასთან მიმართებაში კედელი, ამდენად არის, გალავნის კედელი. რაღაცა ფენაა. ხო. realmente ბათუმში ასეთი გრუნტი არის. წყალი რო არა გამიქცევა. ბეტონს რატო არ აკეთებენ? აიაფების გამო. თორემ განა არიცოდნენ რომ ბეტონი იყო ყორეფას უფრო ადვილი მოსაპოვებელი იყო იწოდებდნენ გიგამოსში. შეიძლება გეიდეს და იფიქრეს მოდე კაი ავაშენოთ და ეგება ბეტონი ჩამოასწრა. დიდი ქვები არაა, თუმცა ბიჭო ბათუმის პლაჟზე აქცია იმდენჯერ შეიცვალა 60-იანი წლების მერე, როდის ამ ხელა ქვებიც იყო, რა მე ვასწორე. რა ვიცი ახლა მაგ პერიოდში რა იყო, მაგას უნდა კონსტრუქტორი, მაგრამ კონსტრუქტორებს ამ თემაზე, ისტორიულ თემაზე არ მუშაობენ კონსტრუქტორები რა. ვის კითხო იგიც არ ვიცი. შეიძლება რულეტკა ხო არ გაქვს? დიდი გძელი რულეტკა ხო არ გაქვს? რულეტკა ხო არ გაქვს ახლა? გძელი რულეტკა ხო არ გაქვს? არა, რულეტკა ხო არ გაქვს. მას ბათუმში ჩასვლა მოუწია ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც კაპიტალისტური მოწყობა ქალაქისა და ქვეყნის დაიწყებს განვითარებას და თანამედროვე ტერმინებით რომ ვთქვათ, გრიგოლ ვოლსკი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში და მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ალბათ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი მენეჯერი. ბათუმი მაშინ ახალი დაბრუნებულია, ასე ვთქვათ, ოსმალეთის ტყვეობიდან და ზუსტად აქ არის საჭირო და აქ ხედავს ილია ჭავჭავაძე საჭიროებას, რომ ბათუმში მნიშვნელოვნად მოიწიოს წინ ქართული საქმე, რასაც მუდმივად ხაზს უსვამენ გრიგოლ ვოლსკის ბიოგრაფები და ის მართლაც იწყებს ძალიან ბევრ სხვადასხვა სფეროში ამ ქართული საქმის პოპულარიზაციას. არ არსებობს ალბათ არც ერთი სფერო, რომელსაც გრიგოლ ვოლსკი არ შეხებია და გრიგოლ ვოლსკის წვლილი მასში არ არის. დაწყებული განათლებიდან და ალბათ განათლება ყველაზე ფართო სფერო, რომელიც მან აითვისა, დამთავრებული კულტურით, ეს იყო თეატრი, ასევე ჯანდაცვის სფერო ქალაქში, თვითონ ქალაქის მოწყობა და ინფრასტრუქტურული განვითარება გრიგოლ ვოლსკის ბიოგრაფიაში ძალიან ხაზგასმით არის აღნიშნული და დღეს როდესაც აქტიურად საუბრობთ ქალაქების გადარჩენაზე, უძველესი ქალაქების რაღაც იერსახის შენარჩუნებაზე და მით უმეტეს ბათუმში ეს პრობლემა მნიშვნელოვნად დგას, აუცილებლად უნდა გაგვახსენდეს ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ვინ შექმნა ბათუმი როგორც ქალაქი. ძალიან საინტერესოა რომ მის ბიოგრაფიაში ისიც წერია რომ გრიგოლ ვოლსკის ბათუმში ყოფნის დროს მოხდა ზუსტად ბათუმის ქალაქად გამოცხადება, მაშინ მოხდა არჩევა ქალაქის გამგეობის და სათათბიროსი, რომელიც აი დაახლოებით ალბათ დღეს რაც არის მერია თბილისსა და ბათუმში ის ამ ფუნქციას ასრულებს და ეს სათათბირო დარწმუნებული ვარ ალბათ უფრო მეტი სიყვარულით იმ ქალაქის მიმართ, რომელსაც ისინი განაგებდნენ. პირველი ქართული სკოლა, რომელიც იხსნება ბათუმში, არის ზუსტად გრიგოლ ვოლსკის დამსახურება. მას სჭირდებოდა თანხები ამისთვის და ძალიან საინტერესო გზას ირჩევს გრიგოლ ვოლსკი იმისთვის, რომ თანხები მოიზიდოს და ქალაქს ჰქონდეს პირველი ქართული სკოლა. მით უმეტეს მაშინ სკოლები არ იყო ხელმისაწვდომი საზოგადოების ყველა ფენისთვის და ზუსტად ამაზე აკეთებს აქცენტს ვოლსკი, რომ სკოლა გამხდარიყო ხელმისაწვდომი შედარებით დაბალი სოციალური ფენებისთვის და მან ამ მიზანს მიაღწია, გამართა ღონისძიება, დააწესა მინოობა ასეთი ღონისძიება, რომელიც იანვარში აღინიშნებოდა და აი ამ ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად გადადიოდა შემდეგ სკოლის ასაშენებლად საჭირო ბიუჯეტში. ერთ-ერთი მასშტაბური ასეთი საქველმოქმედო საღამოს მაგალითი იყო აკაკი წერეთლის მოწვევა თბილისიდან, რომელიც ჩავიდა და წაიკითხა მან თავისი ლექსებიც და ასე ვთქვათ
მნიშვნელოვანი იყო თვითონ ბათუმის მოქალაქეები და პრესაში ჩანს ეს იმ დროინდელ პერიოდულ გამოცემებში, რომ იხსენებენ როგორ შეხვდნენ აკაკი წერეთელს და რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ჩამოსვლა ქალაქში და შესაბამისად ეს თანხებიც უფრო მეტი შეგროვდა იმისთვის, რომ გახსნილიყო ეს სკოლა და გაიხსნა კიდეც. მის სახელთან არის დაკავშირებული ქალთა და ვაჟთა გიმნაზიების გახსნა, საჯარო ბიბლიოთეკის გახსნა, რომლისთვისაც მან ასევე თანხების შეგროვება დაიწყო და შეხვდა იმპერიის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც, როგორ მართავდნენ ამ საბიბლიოთეკო საქმეს და სწორედ აი საჯარო ბიბლიოთეკის გახსნაც მის სახელთან არის დაკავშირებული. აგერ აქვები უწვი ამ ქვის გაზომა შეიძლება. რაღაცა სკოლა შეუფარდა. შეუხედავ და ისტორიას ალმა ხომა ამბობს. ეს ნაწილი არა და მოშენებული წილი სამრეკლოს სიგანეზე აქვს. აი ასეთ ფორმა აქვს მაგას. აი ამაშია სამრეკლო როგორც ჩანს. ნუ ეს მე რა იქნება. უთხები და წილი ვერ იქნება. ეს მინაშენია, ეს ასეთ ფორმა. აქ იქნებოდა ცენტრალური შესასვლელი ხომა. აქედან იქნებოდა კემი ასასვლელი სამრეკლოზე და აქედან იწყებოდა უკვე თვითონ დარბაზი აქ. ეს არის გადახურული. აი ესეც საუკე იყო გადახურული. შეიძლება უფრო იქნება და ეს მინაშენი ორგანობიანია. ასეთი გეგმა მაგას ავარაუდებ. ბიზნეს რუკაზე ასეთი ფორმა დატანილი. ხოდა რატოა დატანილი, რა ვიცი, შეიძლება ვიღაცას ასეთი უნდა ან შეიძლება აქეთ მართლა რაღაცაა, ჩვენ ვერ ხედავთ მაგას და უკან ერთსართულიანი მინაშენი ქონდა. ნახე დააბრუნე ფოტო. დააბრუნე ფოტო. ისმე ბიჭო, ეს რომელია, იცი? ხურშას ძალირო სახინკლერო იყო, გასულს შედი კაფე იყო ჯერ თავიდან. ამ კვარტალში ჩვენი ეკლესია იდგა აგერ. ხო, ნაღდაჩვაში იდგა. ამაზე ახლა სადავ არაფერი არა რა. იგი არის საეკლესიო მაღაზია. ახლა რა შიგნით იცი? მომისმინეთ წამიჩოთ. ეს გვერდი ჩანს, აგერ შეხედე გვერდი ჩანს. აქედანა გადაღებული ხო? ჩოტაც და შემდეგი კვარტალი კიდე გაზარდია. გია, კიდე გაზარდია. აი, ჭიჭილაშვილის სახლია εκεί. კი, სწორი ხარ. მაგია ჭიჭილაშვილის სახლი. ეს გას უკვე კიროვიდან, ეს შესასვლელია კიროვიდან. კი ბატონო. ხის ხობია, ხედავ? აგერ ის გამოჩნდა წარწერა რომ აგერ ეზოში შესასვლელი და აგერ რაღაცა წარწერა გონია რომელიც წარწერა. აი ორი კონდიციონერია. მაშინ არ უშლიდი. აგერ აი მაღაზია. აი მაღაზია აგერ გავს. აუ აქ ქვევი, აბა აქ უკეთესად დავთვლი, აქ ქვევი უკეთესად ჩანს. აქაც აგი ადგილი შეჭრილია, მე მოდის დაიკედენიას. იმიტომ ეს ფუნდამენტი ვიწროვიტო ზოლებზე როა. რა ვნახეთ გუშინ? დაუკავშირეთ მუზეუმს, დაუკავშირეთ ამ გამოსილ ადამიანებს, ვისაც რაღაც ინფორმაცია და დაუკავშირეთ სახელმწიფო არქივს. ყველაზე სასარგებლო ინფორმაცია რაც მივიღეთ ეს იყო ჩვენთას ფოტოები და ბიზნეს რუკა 1909 წელს შედგენილი ხელნაკეთი რუკა ეს არ არის ნაბეჭდი, ხელი დახაზული რუკა 1909 წელს რომელიც თავის მხრივ ეს საჯარო მოხელის მიერ შედგენილი რუკა რომელიც აწერს ხელს და ამბობს რომ მე ეს რუკა შევადგინე სოსელის სავარაუდოდ სოსელიას ვინმე სამხედრო ტოპოგრაფის მიერ 1905 წელს შედგენილი რუკებით. შენობების დიდი უმეტესობა საერთოდ არა დატანილი. კვარტლები ყველა დატანილია. ნუ ჩვენ ასაბედნიეროთ იქ დატანილი არის ქართული ეკლესიაც, რომელიც იმ დროისთვის ნუ არქივში მოგვიზებნეს ქალაქის სათათბიროს ხდომის ოქმი, რომელშიც წერია რომ 1888 წელს განიხილავდა თუ 99 წელს დღეს ან ხვალ გვექნება ეს დოკუმენტი, სათათბირომ განიხილა საკითხი რაღაც სახელოსნოს მაგივრად საეკლესიო მოედანზე ცერკოვნაე პლოშეთ ასე თქვია და მაგის რუკაც გვაქვს და მაგასაც გაჩვენებთ ქართული ეკლესიის მშენებლობის თაობაზე და შემდეგ მთავარი ბატონი ბიზნეს რუკა სადაც არის ეკლესიის კონტურები ელემენტარული კომპიუტერული მანიპულაციებით ამოვიდეთ კონტური აი ნახეთ ეს არის ეკლესიის კონტურიდან გამომდინარე ცენტრალური შესასვლელიც ვიცით რომ დღევანდელი მელიქიშვილის ქუჩიდან იყო სულ მინიმუმ 3-4 მეტრის სიგანის გზა იყო და რა თქმა უნდა ამ ცენტრალური შესასვლელის პირდაპირ საფლავი არ იქნებოდა. ამაზე უკეთეს იმაში არ შექნება მერიაში. აი შენი მაგალითად საქართველოს ო, აჯაიში. შენი მაგალითად. ო.
12 წამე თუ არ გიზავს კატაკში მოგეღობელა მექანიკა ოფერნაგლენია შარი და მექანიკა ნუ მე ვიდა რაშვაშია ვიდოცა მევაში მოდი მოგეშინდა ვიდოში გოჭიდო ხო? გოჭი დარ მე თქვენ გევიტან სინათლე იმას დავაი ჟეში ტელეფონი ფილმი ეი ცელა გინდა აუ სტრატეჟი გია გამოსული მაგრამ ხუთი აქვს შედგენილი კარტოგრაფში ალო ყუვილი რა ყველაფერზე ყუვილი რა აგერ გიასანო რა მიშვი შენაშო რაღაც რუკებს იმაში ზადასასახა მე ისეთ ერთ 20 წუთს დაგანახეთ ზურგას. არქივში მე რო ვეძებე. ახლა ამას გადავიდე. ამაზე რო დაადო პირდაპირ. ასე შევხედე ფოტოს გადავებას ვაპირებ. ნახე როგორი ამბავია. ის ოკუპაციის ჯარისკაცი რო იყო ჩამოსული აქა. ვიღაც გურული ქალი დოლიძის ქალი გაუცნია. ხო. მოიყვანა ცოლა და დარჩა აღარ წავიდა ინგლისში. მიხდი? ვა. ხო და 21-ში რო შემოვიდნენ ესენი თურქები, გურიაში ხო გამოცხადა ეს მობილიზაცია. კი. აბა, ასე ჩამოვარი ბაბუაჩელის გებულობდა ხო, მაგაში მონაწილეობას და ასე ვინც იყო ახლა ნაომარი ხალხი შეკრიბეს და ეს ინგლისელი ჩამოსულა აქა და დაიღუპა ბრძოლაში. ცნობილი არაა გვარი? ინგლისური გვარია. იქიდან რაზე შეგიძლია აგერქენი აი ტოჩკა. მაგიდან წამოვიღე და მოგედა დაარტყას უბრალოდ. არ დაარტყას უბრალოდ, ყოფილა პროცესი. მაი როიცოდა ძველი უფროსური იქნება. გრიგოლ ვოლსკი არის ძალიან საინტერესო პიროვნება იმ ცხოვრებით და მოულოდნელობებით, რომელიც მას გადახდა თავს. მის პიროვნებაზე ძალიან აქტიურად საუბრობენ ისეთი დიდი სახელები, როგორიც არის მაგალითად ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგსაც იცნობდა ის და მოიწვია კიდეც ერთ-ერთი ასეთი საქველმოქმედო ღონისძიების დროს ის ბათუმში და ყველაზე მეტად მის შესახებ წერს დავით კლდიაშვილი, ადამიანი, რომელიც ერთ-ერთია, ვინც უკავშირდება ბათუმს მთელი თავისი ცხოვრებით და საქმიანობით. დავით კლდიაშვილი თავის ავტობიოგრაფიულ მემუარულ ჩანაწერებში იხსენებს მას და ძალიან საინტერესო ციტატა შემხვდა მე ამ მის ჩანაწერებში, რომელიც მინდა რომ ვახსენდო, ზუსტად ისე წავიკითხო, როგორც მას უწერია. ეს არის ბედმა ბათუმში ჩამოაგდო რკინიგზაში მომუშავე ექიმი გრიგოლ ვოლსკი და ის არ იცნობს პრინციპში ამ ქალაქს და მას უწევს თვითონ მოიფიქროს და დაგეგმოს ის ყველაფერი, რაც შემდეგ მან ქალაქისთვის გააკეთა. ელექტროგანათების სისტემა გრიგოლ ვოლსკის დამსახურებით მოეწყო, ქუჩების მოკირწყვა არის გრიგოლ ვოლსკის დამსახურება, ასევე ბულვარის გაშენება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ბათუმის ისტორიის და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რითიც დაიწყო ამ ქალაქის განვითარება, ეს იყო ჭაობების ამოშრობა, რაც ხელს უშლიდა მანამდე ქალაქის მოწყობას და იქ ადამიანების ცხოვრებას. აი გრიგოლ ვოლსკიმ ეს გააკეთა, რომ მან მოაშრო ჭაობები და იქ დაიწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ქართული ეკლესია, რომლის გახსნაც ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. მე პატარა გოგო ვიყავი ახლა გადმოვედი ვიყავი 23-24 წელს და რაღაცაზე თქვა ამ ქალმა ერთხელ ვუტამ გავარი. მაშინ ეს სტეპი არ იდგა. არ. სტეპი იყო აი ატარა მოცულობის ეს. ვუტამ გორ პახარონენ გორ გრიგოლ ვოლსკი. ესეთი რაღაცა. მეუთხარი აქტოენ ბეთმარომეთი და ეტა გორ ველიკი ჩელავე კატორი გორ საზდალო იქ რესპუბლიკური სამართლო გიმნაზიების სკოლებიო ეს იყო ბათუმზე შეყვარებული კაცი რომელიც იყო პოლონელიო ცხოვრობდა თბილისში მე ჩამოვიდა ბათუმი ნახაო და გაგიჟდა ამ ქალაქზეო დასახდა აქაო აქნიდან ვიცხოვრო სულ ამის ქვეშ სულ ყველგან ის ტემპეროა იქაც სუძვლები აქ და უამრავი ხალხია დასაფლავებული აკა ესე იგი ეკლესიის ქვითა ეს სახლი ნაშენები და დაჟე მუსლიმანები ჩადრიანი ხალხები პატარა ნატეხები წაიღეს როცა რემონტებს აკეთებდნენ წმიდა ქვარიო და ოჯახებში დაიდნენ ახლა უყურე ის ვოლსკი იმ კუთხეში იქეთ ამ ხრიდან არის დასაფლავებული იქეთ პირველ საფუძვზე ცხოვრობდა გულიკო რაკაშიძე გარდაიცვალა სისხლით იმის გვერდზე ცხოვრობდა აქტობერიძის ცოლი გარდაიცვალა სისხლით ზემოთ ცხოვრობდა ჟანი ცხონებული ფარლაძე გარდაიცვალა სისხლით ეს ახლა ინჟინერმა ელაპარაკა აი ის კუთხეები რო იყოს თავისუფალი და არ იყოს ჩაკეტილი ეს ენერგია რაც აქ როვდება რაღაც უზარმაზარი ვოლტი გაიფანტებოდა ეს არის ჩაკეტილში ეს მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობას რა ვქნათ აღარ ვიცი მაგალითად იმაჩნია რომ
ტეპეზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ხალხი ცხოვრობს ტაძრის ქვევით აშენებულ სახლებში. და ეს არის მიზეზი იმისი, რომ თითქმის იქ ბედნიერი ოჯახი არ არსებობს იმ დასახლებაში. ან ინვალიდია, ან თავი ჩამოიქცევა, ან სიმსივნით გარდაიცვალა. გაუბედურებულია ოჯახები. მოვერ დაანგრევ ახლა მაგაზე, მაგრამ ძალიან დიდ თანხები. რა თუ უნდა დაინგრეს. ესა უძველეს სახლები, რომლებიც ბოლოს და ბოლოს უნდა დაანგრიოს, სანამ მიწები დაანგრიოს, ხო? ხები რო ახლა ეგელსის და კიროვის მხარეზე ძალიან ბევრი ქვები არის სობორი. გიას შემდეგი სახლი როა. არა, რაფერა საბორის ქვები იგი სახლი აშენდა ჩემ პერიოდში, 60-იან წლებში აშენდა. გორდეზიანი ცხოვრობდა მაგას. მახსოვს, ხო გახსოვს? ორსართულიანი სახის სახლი რო. ეს კუთხეა და ამას აქვს იმენა. აი ასე. და რა. ასე მიდის და იმანი თავწესეთ რა, რომ კალობესი ჩამძალებს. პედაგოგია აგერა მონგოლებულია. და ერთი ეგერა კიდო დიაგონალზე რომელიც გადის ბოლო ჩამონასხა, ახლა რომელიც ჩატეხენ. მოწეხავენ მის. აი ასე აკე ყوაღარი მომეთო. ეხარა შექმნა. ეხარესი. არ გაგიწია პროსტა, თორე ის იქნება სწორი. ეს კუთხე იყო ჩვენ რაც იქ ნახეთ. ამის უკანა ის. ალა ჩვენ აქ სიგნალი. და აქ არის გასასვლელი რა. აქ იქნება ისტორია. აქ უნდა იყოს აი ეს მინაშენი რა, ეს ჯვრის ძირითადი ღერძი, ძირითადი ფეხი ჯვრის. არის აი ნატო. ბატონო პლაშეტი არ უნდა იყოს. ხო, ხო. და მე ამ ბაღის იქ რა. და არის იქ იყო პალმა დარგული. მე ამბობდნენ ძველები თავის დროზე და ძველი მოსახლეები რა ხა ერთი მიიღო და მასში. ახლა ხედავ რამდენი ვარიანტია გია მოიდის არ იყოს. თავის ქალები და ისინი რა გვეშინო და გავუბანაკეთ. 2-3 წლის უკანაა ბაღანა ვიყავ 10 წელს და ხო. აი ეგ რო ის არის. მithmola იქ მიგვიყანა აქ იყო მარმარილოს ესაო რა. ვიცი, იმიტომ ეგ ხეები დარგული არის შემოზების და მამაჩემის ის ლეღვი იგენ. 27 მეტრი. აქედან მეტრი ახლა და მისი ჯანი. წევეთ. კუჩიდან 12 მეტრი. ადი ახლა იქ. მე ახლა გადი ასე. ადი ასე. აგერა ისა 27 მეტრი. ახლა აქედან 34 მეტრი უნდა გევიდეთ ისე. აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ რა იცი? 8 მეტრი. ხო? თუ 7, 8. სიგან 7 მეტრი, მაგრამ უფრო შვაში. ახლა ეს ვარგო. ცოტა იქეთ გევეთ. ესე იგი უნდა ამეღმე აქედან. არა, მე ხო პირდაპირ წავედი. ჩვენ ახლავთ გავართ, ნუ აგერ გავართ, აგერ. არა, ახლავთ გავართ აქა. ხო, სორია, აგერ გავართ. და აქედან გავზომოთ 24. ხაზული სავარაუდო ეკლესია. ამათი გამოსულიყო, ხო, იმიტომ რომ აი სახლზე მე რაფერს მახსოვს, ძველების ნათქვამი, აი სახლის 4 სართულიანი უნდა ყოფილიყო. მაგალითად. ხო, 2 სართულზე გააჩერენ მაგალითად. არის კერამიკა, ადრე საბჭოთა, გვიან საბჭოთა პერიოდი. არის ნიკოლოზას დროინდელი. давай 3-4 გონშოთა. სანამდე ხეები როა? არა, მე სხვას გეკითხები. ეს ხო მიდიოდაო თქვენ ამ. აი ახლა. აი ეს არის ესე ფირა, ესეთი ფირადებს აქ. ეს მოდის ასე, ხო. და ჩერდება მაგერ მაქა. მეორე მხარეს იყო ესე შეერთებული ერთი და იქა მეორე. იმ მხარეს ახლა რო ჩავამბრიეთ იყო. არა. აისა, დედაო იყო მოსული და ხო არა ჩავვაგვა. არა ეს ადამიანია. ეს არა ნაღდს ვამბობდა. ეს არ ვიცი.
ყველა იმ უწყებაში, რომელშიც მას მოუწია მუშაობა, უმეტესობა არის არაქართველი და ამ პირობებში ჭირს ქართული საქმის გაკეთება ქალაქში და ზუსტად გრიგოლ ვოლსკის ერთ-ერთი საქმე იყო ის, რომ მან ქართული ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 80-იან წლებში, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში. ამ ეკლესიის მშენებლობა აღმოჩნდა ბევრი ბარიერის წინაშე, დაახლოებით 40 წელს გრძელდებოდა, როგორც ვიცით, ამ ეკლესიის მშენებლობა, ამასობაში ვეღარ მოესწრო გრიგოლ ვოლსკი მის მშენებლობის დასრულებას, ის გარდაიცვალა 1909 წელს. გუმბათის ყელი იყო ამოყვანილი, ეს ფოტოზე კარგად ჩანს. აღსანიშნავია, რომ შემონაწილებით შენდებოდა, ქალაქის მოქალაქეები აშენებდნენ, ქალაქის მაცხოვრებლები აშენებდნენ საკუთარი სახსრები და როგორც ჩანს, მოსახლეობის ქართული ნაწილი ისეთი შეძლებული არ იყო ალბათ როგორც სხვები და გაუჭიანურდათ მშენებლობა. ვერ მოახერხეს დიდი პერიოდის განმავლობაში დასრულება, მაგრამ გუმბათის ყელი ამოყვანილი იყო. შემდეგ უკვე საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა ქვეყანაში და კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა ამ ეკლესიის ბედი. შემდეგ დაანგრიეს ეს ტაძარი საერთოდ 1929 წელს და ერთადერთი ცნობა არის ის, რომ ის არის იქ დაკრძალული. ბატონ რამაზ, რატო დაიწყებდნენ ახლა მონაკვეთში შვაიდან დასაფლებას დაიწყებდნენ კიდიდან, ხო? არა, თუ გადაწყდა, რომ ეკლესია უნდა აშენებულიყო ამ საკადასტრო მიწის ცენტრალურ ადგილას, ეს არის მოცემულობა, უნდა აშენებულიყო ცენტრში. 98 წელს გვაქვს უკვე ის დოკუმენტი. თუ იყო საფლავები, იმან გადაასვენებდნენ. აბარა რუკით აჭა ბატონო რამაზ. ახლა ის მიწერმოწერა რომ ეკლესია აღშენოთო წაკითხული მაქვს მე გესმის და თვითონ ეკლესიის მშენებლობისათვის ფულს აგროვებდნენ ეს ქალაქის საზოგადოებრივი რომ გაიგო ხელისუფლება რომ ვოლსკის საფლავისათვის ფულს აგროვებდნო ბატონო ამაზე გუბერნატორთან რომ სამისა შოვილისტი ამისთან გაკეთებენ ამბავი და საიდუმლო წერილი რომ მივიდა საიდუმლო წერილი იმაში რა ქვია ერთ ორგანიზაციაში გამოშვა წესი არის ჭეშმარიტი ქრისტიანი და გააგებინა ქალაქის საზოგადოებრივობას და აი ეს პირდაპირ გამოაქვეყნეს გაზეთში საიდუმლო წერილი და ამას მოკვა ისეთი ამბავი აღმოჩნდა რაღაც ორკუთხა ასკარად შენობის ნაშთი იყო, შენობის დეტალები იყო, ამან გამოიწვია დიდი მithქმა-მოთქმა მაშინ თავის დროზე, მაგრამ შემდგომში ფოტოების უფრო ღრმად გამოკვლევამ დაადასტურა სწორედ იმ ადგილზე, სადაც ფოტოზე აშკარად ჩანს წყლის აუზი, იცით თქვენ რომ ეკლესიას ჭირდება, ეს აუცილებელი ელემენტია ეკლესიის შენობაში, სწორედ იმ ადგილზე იყო ნაპოვნი ეს კონტური, შენობის კონტური რაღაც კედლის ნიშნებით, ასე რომ ვფიქრობ, რომ ეს საფლავთან კავშირში არ არის, რომ ეს იყოს სწორედ აუზი წყლისთვის. ეკლესიის სიგანე რამდენი? 22 მეტრი. აი აქედან 22 მეტროა გადააჭრა. ენგო რა ფერიგო? მოიჩენგვაგენ, მოიაგენ. რო ბევრი რო მოდი აგეთ. ჩვენი ნახაზის მიხედვით. აგერა იმ პადიესიდან ეკლესიის შესასვლელამდე. აღორე ამ პადი აქედან დავთვალე. აქამდე შესასვლელამდე არის 27 მეტრი. ეს რასაც შენ ამბობ არის აგერტენვა. სასაფლაოს ხონია გალავანი და გალავანი არის აქეთ ბიჭო. ირგვლივ არ იქნებოდა? რა ის ირგვლივ? ირგვლივ არის მთლიანად დარტყმული გალავანი თუ იყო. მე შეიძლება ესა გალავანი მე. რაფერ აგერგაგ ნაჩვენები ბიჭო ტროტუართანაა ახლოს ბიჭო გალავანი. პარალელურად არ იქნება, იმიტომ რომ ეკლესია იქნებოდა აქ. კვარტალი აქედან აქამდე 22 მეტრია. ბიჭო, 9-9-ში არცერთი არ ყოფილა ეს სახლი და ამაზე რა დავაჯინეთო, გეუბნებით ძველი რუკა და ახალი დავაჯინეთ ერთმანეთს. დედაო, თუ შეხედავ, აი წითელი რაცაა, ისაა ძველი რუკა. თეთრი არის ახალი. აკო მეჩხუბები. იხსნა ეს მაგარი ექსპერიმენტია, ბიჭო, სადაც ამდენი გაბედეს რომ ეკლესია არა წარმეგინე მაგდროს კანონიკა დაარღვიეს, უკაცრესი კანონიკა. შეიძლება რაღაცა პატარა ექსპერიმენტიც მიაყოლეს და რაღაცა მიაშენეს იქიდან. ჩვენ მაინც გვაინტერესებს წინანაცილი, რა. იქედან აგურის მილებით წყალი მყავდა, შემოყვალი წყარო გამოდიოდა იმას. სუგია შოუსი ხო წყალი. ხო და
70 ვედრო წყალს გვაძლევსო და გახარებული იქნა ქალაქში 70 ვედრო ახლა წარმოადგენს და იქიდან იმ წყალს ვამდა პირველი. ეხლა რომ სასაფლაოსთან რომ მიდიხარ და სულ ისასვლელი გზა რომ სულ ჭენჭყოდა რაღაცა ის რო არის ის წყალი იქ დაიკარგა მაღლა გია ჩამოვიდა გზაზე და ქუჩაში რომ ნებისმიერ დროს ახლა დღესაც რო გაიარო წყალი ემოდი რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებამდე გაჩნდა ეპიდემია თურქეთის ჯარში და დაახლოებით 20000 კაცი გაიყვანეს და მაგ ჩაყარეს საცხა მის რა ქვია სადგურის შენობა ის რაცა იქაც ჩაასაფლავე თბილისის მოედანზე საფლავები იყო საყო და იქა მე ვიცი რომ იქ დაასაფლავეს და როცა სადგურის შენობას აკეთებდი მაგრამ წავიდე რომ მაშინ თურქებს უთხრეს რომ თქვენი მიცვალებულები აქ და გადაასვენეთ იმზე ჩვენ სადგურს ვაკეთებთ აქ კი ბატონო კი ტროლეიბუსის ხაზზე რო გაყავდათ ბათუმში თბილისის მოედანი მოხია ფლაშაც ვეძახდნენ ძველა იმით ხრიდან რაფი რაღაცა ის კონდა ცალხე მოძებნა იგი ამოცვიდა უარებელი ძვალი მე სხვაგან მოსინდეს კიდევ ესმის იქაც აღმოჩნდა ასე რომ ის ძველი ბაზარი ის მოედანი მთლიანად არის სასაფლაო ისია ეს არის შემდგომში ფოტოზე რო ნახეთ სულ სხვა აღმოჩნდა და გიაიტყვის ახლა რა აღმოჩნდა იქ ეხლა არის თანამედროვე კონტური და ეს ცისფერი კონტური არის ლურჯი კონტური თითქმის ემთხვევა პარკების დევანდები ამ სულელება დიდი არა რაც შეეხება მდებარეობას თლიანი ჩონჩხი ამოვიღეთ ერთი კილი აქ და მარტო სადაა მაგესოში იქნებოდა რა თქმა უნდა ერთი კილი აქ და კაცო ნუ ახალგაზრდა იყო კაცო არა კაცო კილები ყველა გაიგონდა სიბერემდე იმიტომ რომ რაც ეხლა არის კარიესი და ესა დღევანდელი ცხოვრების და დღევანდელი იმის ისა თორე აუცილებლად უნდა ვახსენოთ საავადმყოფოს გახსნაც, რომელიც ასევე მის სახელთან არის დაკავშირებული. ეს მისთვის ალბათ მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ექიმი იყო პროფესიით და კარგად ესმოდა, რამდენად საჭირო იყო ქალაქისთვის ასეთი დაწესებულება და შესაბამისად აი ეს საქმეც მან წარმატებით დაასრულა და ქალაქს ეს მნიშვნელოვანი დაწესებულებაც შესძინა. მას მოუწია ისეთ პერიოდში ამ ქალაქში ყოფნა, როდესაც ქალაქის მმართველობაში და უმრავლესობაში ძირითადად არიან სხვა ეროვნების წარმომადგენლები და მისთვის არ არის მარტივი მკვეთრად თქვათ ნაციონალური ღონისძიებების განხორციელება და ამას მოყვება კიდეც შედეგად ის რომ გრიგოლ ვოლსკის ძალიან ბევრი მტერი უჩნდება და მის მიმართ მუდმივად იწყება ეს ცილისწამების ტალღა რომელიც ძალიან ძლიერი იყო პრესაში განსაკუთრებით თქვათ იმპერიულ გამოცემებში იწერებოდა ბევრი ისეთი ცილისწამებლური სტატია ამ ადამიანის შესახებ და შედეგი იყო კიდევ უფრო ტრაგიკული ის რომ სცადეს მისი მოკლა ის დაჭრეს შემდეგ სიცოცხლის ბოლო წლებში ბრუნდება ზუსტად თბილისში, თბილისის გიმნაზიაში ასწავლიდა ქართულ ენას და ლიტერატურას, თუმცა სამწუხაროდ 1909 წელს ალბათ სავარაუდოდ სისხლის მოწამვლის გამო და არასაკმარისი მკურნალობის გამო ის თბილისში გარდაიცვალა. ბათუმის მოსახლეობა თვითონ ქალაქისთვის გაწეული ღვაწლის გამო მოითხოვა რომ მისი დაკრძალვა მომხდარიყო ბათუმში, ის გადაასვენეს ბათუმში მატარებლით და იქ ქალაქის სათათბიროს შენობის წინ გაიმართა სამგლოვიარო ღონისძიება, სადაც ბევრმა ადამიანმა წაიკითხა სიტყვა, შემდეგ მის გარდაცვალებაზე ბევრი წერილიც გამოქვეყნდა იმ დროის პოპულარულ გამოცემებში და მისი დაკრძალვა მოხდა ზუსტად აი ამ ეკლესიის შენობის ეზოში. ტეპე რო თავდება, ხო, ამ ტეპეს დაახლოებით 1 მეტრში მეტრანახევარში და ცოტა 1 მეტრით აქეთ ასე იწყებოდა ეკლესია. ასე იწყებოდა ეკლესია და თავისი ფორმებით რაღაც საკმაოდ განიერი სამების ეკლესია რო გავცხარებ, იქ 5 მიცვალებულია რა, შესასრულო და ზედანის ხალხი. იქა ზევი სამების ეკლესიაზე გეუნები. თალში რო გავთხარე, ეგ რა ხარ. ბათუმის რუკა ხელით შედგენილი რუკა და მაშინდელი ტოპოგრაფები არ ტყუოდნენ მართალია, მაგრამ ნუ მაინც დიდი მასშტაბითაა რუკა და მასეც სიზუსტეს ვერ მოგცემდა. ამიტომ ქვების ზომით ქვიზომა ავიღეთ დაახლოებით 30 სანტიმეტრის ფარგლებში 20-დან 40-მდე. და ქვები გადავთვალეთ უბრალოდ შეულესავია ფოტოზე შენობა და იქიდან გამოგვივიდა ეს ზომები და მიახლოებით აი ესე 20-დან 40-მდე ვიღებდი და დაახლოებით გავასაშვალოე და ეს ზომებია დაახლოებით ზომები გითხარით 20-დან 25 მეტრამდე აქვს სიგანე და 30-დან 40 მეტრამდე ქონდა სიღრმე. ბათუმი იყო სოფელი. კათოლიკოსი 3000 სული ცხოვრობდა. ესა ბარათაშვილი. ეს ბარათაშვილია ნაღმი. ბარათაშვილის არ გეუბნები, ვიცი რაცო, ბარათაშვილის არ გეუბნები. ეს არის ბარათაშვილის ნახოს ეს გერია. გოგოლაშვილის და
სუბალაშვილის და ლენინის კუთხეში. სუბალაშვილი არაფერი არ არის. ხები, რომლებიც ჩონჩხები ნახეს ესე იგი. შეიძლება ის იყოს ანსელმო მღებრიშვილმა იგჯერ ააშენა კათოლიკური ეკლესიის ახლა დღევანდელი საკათედრო ტაძრისაშვილი ჯერ ხის ეკლესია. არა, ბატონო რამას. აგერა საკათედრო აგერა. ტბა აგერა. ჯერ კიდევ ტბა საკათედრო საგნის კათოლიკურ სადაც ამის გაგრძელებაზე და ლენინის გადაკვეთაში, სუბალაშვილის და ლენინის გადაკვეთაში დგას კათოლიკური ეკლესია. კათოლიკური ეკლესია. პირველად მოსვლის. ეს იქით გაძია. მაგრამ გავასწორებ და ირენა. მაგ შეიძლება ნახაში არ იყოს თლა ისე რა. ახლა ესეც რაფერა ეციგია. ეს ცოტა ასე უნდა იყოს, ეგი ადგილი ასე. წესით რა. მოკლედ ეს ახლა ეს უნდა დავსვათ. იმაზე. იმაზე, რუკაზე. რუკაზე. დიდი ცნობილება მოგწეს 1 მეტრი, ხო? მეც ხო არ მოგწე. არ ვიცი. ცოტა სხვა მოგწა როგორც ხედავთ. კი. ჯერ ძველი და წითელი ახალი. ეს ნაკვეთები გამოდის რომ არის შიდა ნაკვეთები. ესმის ამის გარეთ კიდე ტროტუარი ასე გამოდის. და ეს რა გვარ გეუბნება რომ ასეა? შენობა არ გეუბნება, ხო? არ გეუბნება ხო მაგას. მოდი სხვა შენობა რომ ნახოთ კიდე. ბატონო, რა ზომა ახლა. მე მაგ სოროქსებში ისე ჩიტერი უნდა იყოს. ახლა ამას თუ ვენდობი იგივეა ახლა შეგვიძლია ეს წამოვიღო. დღევანდელი კი წამოვიღო, ხო? კი ბატონო, წამოვიღებ ამას ძველ კონტურზე ამ ეკლესიას წამოვიღებ იგივეა რა ხო, დასვი იმაზე. წამოვიღებ ახალზე. ახალზე, მაგას გეუბნები. ბატონო, წამოვიღე ახალზე. სადაც გათხრილია აქა. და ჟახის ადგას ეკლესია. შესასვლელი იყო აქედან. ხო, მაგიდგა. მე არ მგონია რომ ეკლესია ასე გარიგო რა. რაზე? მე რომ აღმოსავლეთი ასეა რა, ასეა აღმოსავლეთი. ეს ღერძი უნდა იყოს ასე უნდა იყოს ეკლესია. ქალაქშენებლობითი პრინციპებიდან გამომდინარე, ანუ კვარტლის ორიენტაცია აქვს, კვარტალს რა მიმართულებაც აქვს, ქუჩებს რა მიმართულებაც აქვს, იმ მიმართულებაზე გასწორებული. ანუ რამდენიმე გრადუსით აცილებულია მკაფიო აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძს. რაც სხვა შემთხვევა ჩემთვის არ არის ცნობილი საქართველოში, რომ ამ წესის დარღვევით ყოფილიყოს ეკლესია აშენებული. რატო არის ვერ გეტყვით? რამ გამოიწვია ეს ვერ გეტყვით? აშკარა გამონაკლისია. ეს სომხურ გრიგორიანული ბერძნული მართლობა. ბერძნული აგე? სწორად აღმოსავლეთის. ეს არ დგას სწორად. ეს აღმოსავლეთი არა. კარტოგრაფი ბინა შეხედე. ჭერტის ინსტრუმენტალი. შომკა, ზემელნოა, землемера сосели. Isso pensando de corpusa, военных топографов. After topography, არ შესწრებოდა, ხო? ესენი არის ისე. ზეგო გაკეთე. არა, ჯერ გამოსმე. თუ ასე წეის. ასე უნდა იყოს. არა, ზოგადად უნდა იყოს ცენტრი. ასე წალი გაკარებ. ახევრად რომ გვალი იყო, იქანე კი. ახალად გვალი, ხო? აი, ალოდეს. აკაბო. ვალებული და პაპიროსა. ნაკერია მაგალია. 24, ხო? 24 ზაღადის კანტინაზე. 1935 წელს შენობა დაამთავრეს მაგის შენობა, რომელიც კორკის ქუჩიდანაა და შესაბამისად 4-5 წელიწად ადრე, 3 წლით ადრე მაინც დაიწყებოდა, ახლა სპეციალურად არ მიძებნია. ანუ 29-ში დაანგრიეს და უკვე სადღაც 31-22-ში დაიწყეს მშენებლობა საცხოვრებელი სახლის. ხო, ერთ საინტერესო დეტალი კიდე ისაა, რომ თვითონ მაგ ეკლესიის ქვები მშენებლობაზე გამოყენებულია, მაგრამ არა ეთყობა გაზიდეს, ანუ ადგილზე არ დატოვეს, გაზიდეს და მათ შორის რამდენად მე ვიცი, იქვე ახლოს, დაახლოებით 100-120 მეტრის ფარგლებში საზოგადოებრივი აბანო იყო აშენებული და მე მგონი აბანოზე იხმარეს და თვითონ მაქვე მდებარე საცხოვრებელი სახლის კედლებში არის თუ არა ნახმარი, მაგას ვერ გეტყვით. რამოდენიმე მოქალაქე მითხრა, რომ რემონტის დროს ქვები გამოჩნდა, აშკარად თლილი, ჩუქურთმები
და ეჭვი გაჩნდა რომ შეიძლება ის ქვებიც იყოს. თუმცა სხვები ამბობენ რომ ეს სხვა ისტორიკოსებიდან გამიგია რომ ეს არ არის ამ ეკლესიის ქვები. სობოროსი შეიძლება იყოს კი. ადგილას ადრესი იყო ეკლესია. შესაძლებელია, იმიტომ რომ საეკლესიო მოედანი ქვია მაგას. ზედარო ხის ეკლესია. შესაძლებელია. და რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება მე პირადად რომ ნამდვილად აქ იდგა შუაში ცენტრში ეკლესია და ეკლესიის ზომების დაახლოებით ალბათ 15-18 მეტრის ფარგლებშია სიგანე. აი სიგანე სიგანე ქვის ზომიდან გამოწევდა. ხო, ამის 15-25 იმის შემდეგ რაც ეს ძველი კონტური დავადეთ თანამედროვე კონტროლს, ახლა სხვა უკანს გაჩვენეთ, მივიდეთ ასეთ სურათი. აი ასეთ სურათი მივიდეთ. აი ეს არის და ეკლესია. რა ადგილზე იდგა ეკლესია. ესე იგი ეს წითელი არის როგორც გიხარით ახალი კონტროლით თითქმის ეს სულ სხვადასხვა როკა წითელი კონტური არის გერმანელების მიერ გადაღებული 2003 წელში ეს არის 2010 წელში გადაღებული ქართველი სპეციალისტების მიერ უკეთესი ინსტრუმენტებით მაგრამ სხვაობა არის უმნიშვნელო ხედავთ თუ რაღაც 40-50 სანტიმეტრის ფარგლებშია სხვაობა თუნდაც 3 მეტრიანი სტობილება იყოს თუნდაც ეს ნაწილი არ კონდეს წინ და ეს რაღაც არ ვიცი შეიძლება გეგმაზე რაღაც მინახატი იყოს ეს სრულად აი ეს ფორმა, თავარი ფორმა, რაც წინა ნაწილის მოშორების შემდეგ ხდება, სრულად ემთხვევა იმას, რაც ფოტოებზეა და მინიმუმ ეს გაბარიტები ეკლესიისა იქნებოდა. რა ვიცი, მე ფოტოს მიხედვით, მე ეჭვება რომ ასეთ მათ იყოს შუა ნაწილში. არა, ფოტოზე არ არის მაგი, გეგმის მიხედვით. არა, გეგმას ვერ დააყრდნობი, იმდენად რამდენადაც ეს არის ხელნაკეთი რუკა. არა, მაშინ არა, იგია სამხედრო ფოტოგრაფით გაკეთებული. სოვილება არის. მისაფუძველზე ამბობ მაგას. სურათის მიხედვით, იმიტომ რომ სურათი გადაღებულია, ჩანს გზის ნაწილი, ჩანს ტროტუარი და არ ჩანს პირველი სკოლა. არის გეითვალის. არა, მაშინ ტაძრის ძირი უნდა ჩანდეს ყველა ვარიანტში. ზურა ხობერა ჩენცი. ხობერა. ასე რომ ახლოსა უკეთესად ჩვენ გავაკიდეთ ეს სურათები. არ გამოჩნდება, იმიტომ რომ თვალისწინებაა მაგრიდან გადაღებული არა. ეს შენობა დღეს დგას. ეს არის ძალიან პატარა, მაგრამ გავაკიდეთ კომპიუტერში. აი ტაძარი აგერ არის. ეს შენობა აგერ არის. და გიამ მე რო გადათვალა კომპიუტერით. ანუ შემაგია მე. კომპიუტერში გადათვალა. ის არის რომ ნახეთ ფრაგმენტი. დარწმუნებული ვარ რომ იყო ბასეინი. ჯვრიანი ამოზე ჩანს კარგად. ფრაგმენტი. ო ჩონჩი შეიძლება მე დაასახლოს შეიძლება. აი აგერ არის. იყო დალეწილ მდგომარეობაში. ჩოჩხებთან დაკავშირებით მოსახლეობას ელაპარაკები ხართ და მოხუცებიდან თქვა მიიქცია დოკუმენტურად ვერ დავადასტურებ. აქ ჩემ ტელეფონში ეზოში ხდებოდა ბევრჯერ სხვადასხვა რაღაცა. გია შენ არ გადაგიგია ისა, ხო? არა, რაღაცას აშენებდნენ, ნახავდნენ, ამოასვენებდნენ, მაგასამე გადაასვენებდნენ. მე ხამეს თუ აშენებდნენ და მოკლედ მაგეზოში არის რამდენჯერმე გადაასვენებული. აქ კიდე სახლები ჩანს მეორე ფოტო. სარიელი რო ყოფილიყო ადგილი, მე 100%-იანად დარწმუნებული ვარ, რომ შუაში დადგამდნენ ეკლესიას, მაგრამ ხო ვამბობ, ჩვენ რო იქ საფლავები იყო, საფლავზე ხო არ დააშენებდნენ. მონახეს სარიელი ადგილი და იქ ააშენეს ეკლესია, ასე რომ შეიძლება შუა ადგილას არ იყოს ეკლესია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ადგილში. საარჩევი არა აქვს ამას. აგერა. საარჩევის ქალაქის თავზე საარჩევი რო იგორ მოწკი და ივანე მესხი ძველი. ოუ, რა კარგად ჩანს. აქ განსაკუთრებით ჩანს. ეს მაგარი ფოტო იყო. ან იგივე გრაფიკზე დაგიხსნა მეორე რაკურსი. მაგრამ წინაც რაღაცა სახური გაზრდა რაღაცა. ეს უფრო შორსა. გაჯანდება ეს და ადამიანი ფოტოს იღებს ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან, ან ტროტუარზე დგას, ან ძალიან ახლოს ტროტუართან, იღებს გარკვეული რაკურსით ეკლესიას და ჩანს ღობის არაერთი, არამედ რამოდენიმე სექცია. ამ ღობის სექციის ზომის დადგენაც ადვილად შეიძლება ორთოგონალში. გარდა ამისა, ჩანს შენობა, რომელიც დღეს არსებობს ეს შენობები, არსებობს დღევანდელი ჯინჭარაძის ქუჩის და დღევანდელი 26 მაისის ქუჩის გადაკვეთასთან ახლოს. ისევე როგორც გორკის ქუჩაზე მეორე ფოტოზე გორკის ქუჩის იგივე 26 მაისის ქუჩის კუთხესთან ჩანს აი არკა რომელიც დღესაც არსებობს წარწერიანი არკა როა. ამიტომ ორივე ფოტოდან გამომდინარე ძალიან ადვილად შეიძლება იმ დასკვნის გამოტანა რომ ეკლესიის შენობა პარტის სიღრმეში იდგა ეს დანამდვილებით შეიძლება ითქვას. ახლა რო გაიაროთ ამ სახს ნახავთ ამას აგერა არის პატარა ვიცი. გია გახსენიეთ იწოთი კომპიუტერი გახსენიეთ და არა აქედან ვერ გავიტა მაგრამ აი ნახეთ მიწის ნაკვეთები როგორ არის აქ პატარა ღიობში
შესასვლელის თავზე შესასვლელს. აი, თუ ამას ჩვენ გავითვალისწინებთ და ავიღებთ ამ პარამეტრს, ეს ეკლესია ზუსტად დგას იქ. ამიტომ ერთადერთი რასაც ვაკვა დაწუნებული ამ კვარტლის შუაში 4 მეტრიან ზოლზე არ იქნება დასაფლავებული. ეხლა ეკლესიაზე ერთი შეიძლება ეხლა ბიზნესს ყო გადანოიზა ნახეთ რა უწერია გენებულია კი ხარეს იმ პადიეში გიას გვერდით პადიეშიც ბევრი თქვები გამოვიღეთ მე ეკლესიაში გიას მაშინ ჩანდა ახლა 5-6 წელი ქვა ეკლესიის მონანგრევის ასეთ კედელს ამოვიყვანდა სიტყვაზე 1 მეტრი სიმაღლე და გავაკეთებდი ფანჩატურს. აგერ ფრაგმენტს გავაკეთებდი რაღაცას გავაკეთებდი დასასვენებელს. ეკლესიის აღდგენა არ ვიცი ამ ვარიანტზე შეიძლება რა თქმა უნდა ფიქრ. მაგრამ ის რომ ეკლესიის საძირკველი არის დღეს მიწა აქ დაყრილი და გამქრალია და არ ჩანს გარედან არ იკითხება. მე მგონი არ არის სწორი ამის ჩემი აზრით დაუშვებელი მომენტია და არ არის ეს ისეთ თანხებთან დაკავშირებული ან იმდენად გადაუჭრელი პრობლემა არ მგონია რომ დარჩენილი მოქალაქეები მგონია იმდენად შეუგნებელი რომ ამის რაღაც თუნდაც რაღაც ნაწილის გამოჩენაზე წინააღმდეგობა რო გაწიოთ მე მგონი შესაძლებელია ამ საკითხის გადაწყვეტა ჩემის აზრით მე ახლა ამერიკაში ვნახე პირველი და ამერიკელების დასახლება მე-17 საუკუნეში ტუბა კვადრატით გაკეთეს სქემატური კონტური გამიგე? იმ ეკლესიის შესასვლელი. ხო. სქემატური კონტური და მინიშნება იქნება ის, რომ ეს იყო ეკლესიის შესასვლელი. თუ კარკასი. და ამ ადგილას თქვა, ხო? შეიძლება პატარა სამლოცველო, თქვა 2-2-ზე რაღაცა პატარა საფთავი რო გაკეთდეს იგივე გრიგოლ ვოლსკის სახელზე. ნუ რაღაც რო შექმნეს ანთელი დაანთო, მეტი არაფერი. გრიგოლ ვოლსკის სახელზე. ეგვტერი შეიძლება გაკეთდეს. ხო. ჩვენი კომისიის საქმე იყო აღმოჩენა, ხო? აგერ ეკლესია, ხო? ჩვენ შევთავაზეთ გავჩერდეთ აქ, იმიტომ რომ ის მეერე რა ის იქნება, ის არის სადაო და ის ვაცალებს საზოგადოებას. აფერს იგენი ჩვენ მაგას რამე პრინციპული მნიშვნელობა აქ რასახეს მიიღებს? არაფერი. ამიტომ გადაწყვეტოს რასაც გადაწყვეტოს. აკლავანი დაიგენი, მაგელი ძვლების ნახავდე. არიანზე რა მაინტერესებს? ამადგილას კი მონათული იყო? ეკლესიის სიღრმეც გეტყვი რამდენი ეკლესია? სიგრძე ეკლესიის ხო? 14 მეტრი. აი, მომიახრო 5 წელი. ირაკლი აქ ვარ ჯერ, აქ ვარ. եպე ალბათ ეკლესიის წინა ნაწილს ემთხვევა და იქ მართლა ფუნდამენტზე დასმულსგავს. მართლა ეკლესიის წინა ნაწილი მართლა მასია რა. შეიძლება სწორად ლაპარაკობენ, եպე იმაზეა ფუნდამენტზე რო დახენ შეიძლება იყოს. სასაფლაო ახლა ძელი სათქმელია რა. კაროჩე მაგ ტეპეს წინ უნდა მეიძებნოს პრინციპში რა. ხო, მეტი არა ადგილი. ეკლესიასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო შეწყვეტილია დღევანდელი მდგომარეობით და ეკლესიის ნიშანიც ეზოში რომ მიხვიდეთ არ ჩანს. ორი ისეთი ანკლავი არსებობს, სადაც შეიძლება გათხრების ჩატარება. თუ ამ ტერიტორიაზე არ ამოჩნდა, მე მგონი სხვაგან უკვე აზრი არ აქვს. ყოფილი გორკის ქუჩიდან შენობა უკვე ეკლესიის კონტურზეცაა გადამჯდარი. ანუ ეკლესიის გვერდებზე ეს უკვე აღარ იქნება, აზრი არ აქვს ძებნას, იმიტომ რომ პრაქტიკულად რაღაც 2 მეტრიანი მონაკვეთია დარჩენილი სამხრეთის მხარეს, უკან არ იქნებოდა თავისთავად. შესაძლებელია რომ შენობაც იდგეს დღეს ეკლესიის ადგილზე, შესაძლებელია სწორედ იმ ცარიელ მონაკვეთში იყოს, თუმცა სხვადასხვანაირი ინფორმაცია მაგალითად ამბობენ რომ გადასვენებული იყო. ესეთი ვერსიაც არის. ყოველ შემთხვევაში ჯერ გათხრები უნდა ჩატარდეს, არქეოლოგებმა უნდა მოძებნონ. სურვილი შემთხვევაში რაღაც სამუშაოების ჩატარება შეიძლება რომ საბოლოოდ ითქვას, არის დარჩენილი საფლავი თუ არ არის. ეს და ეს ერთი სიტყვია. ეს ერთი სიტყვია, როგორც აქეთა ფასადზე. აი სწორად გვაქვს დახაზული. ყველაფერი სწორადაა გაკეთებული. და ეს პირველი ფოტო 100-ია გადაღებული. აი ასე ჩანს. აი ასე ჩანს პირველი ფოტო. ეს კუთხეა. მეორე ფოტო აქედან იქეთაა. მაგრამ ეს რა თქმა უნდა არა გასაგები. ესე მომდის. ახლა აქ შესასვლელიდან ცენტრიდან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ძამეთ აქ ჭიშკარია, კი ბატონო ჭიშკარია და ირაკლი, რაღაცას მივაგენებ. ეს რა არის? მეჩვენე. თუ ეს ბასეინია. ბასეინის ფუნდამენტი ხო არა? ნახე ბასეინია, ჯვარია და ეთყობა საკურთხის წყალები. ბასეინის ფუნდამენტია, რა აუზია. რა კარგად საკურთხის რა? ხო, არის აქ, აი. ახლა მოდი მაქინდან განსაზღვროთ სადაა მაგი ეკლესია რა. ვიცი, ირაკლი, სადაც აი. ეს იმ ტეპეს უკანაა. ტეპეს უკან იწება. აი მოგავხსნას. გრიგოლ ვოლსკის საფლავის თუ როგორ?
ქართული ეკლესიის ადგილმდებარეობის დამდგენი კომისია. ეკლესიის საძირკველს, ხო? ვეძებთ ეკლესიის საძირკველს. ხო, იმიტომ რომ საფლავიზე ხო, მაგრამ სანამ დავიწყებ ამ სამუშაოებს, ამ კომისიის სახელი უნდა ვიმართოთ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, ხო? დავთვალიერება, ჩემო ეძება და ვერ ნახა. ან ნახა. ჩვენი საქმეს ვაკეთებ. ჩვენ ვეძებთ. მართლმადიდებლური ეკლესიისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის გრიგოლ ვოსკის საფლავის ადგილმდებარეობის დამდგენი კომისია. ეთიტუტი კომისია ახალგაზრდა. მართლმადიდებლური ეკლესიისა და გრიგოლ ვოსკის საფლავის ადგილმდებარეობის დამდგენი კომისია. გიორგი მასალკინი, თემური ყურაშვილი, ვისაც ისწორ ოთარ ზოიძე, მე აღარგი ფოტო აღარ. ისია ცალკე აუმბეშტე. კი. საკაური არ მომწონს რა. არა, გითხარი, იმიტომ გითხარი, თუ რამე არა, მე გითხარი და ჩვენ საკაურში ვაშალეთ და ჩვენ ვეძებთ ეკლესიას. აი იმ დროს, როდესაც ჩვენ ჩავერთეთ და რაღაც კვლევით სამუშაოებს ვატარებდით, დაინტერესება მაცხოვრებელთა დიდი იყო, ხელს ვიწყობდნენ ყველანაირად, ყველანაირად გვეხმარებოდნენ ადგილზე და თითქოს მაშინ ყველაფერი რიგით ვიდიოდა, მაგრამ ბევრი მოულოდნელობა ჰქონდა მას ცხოვრებაში, ბევრი სირთულე ჰქონდა და ძალიან ტრაგიკული პიროვნება იყო ის მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში და ასეთი იყო ალბათ მისი გარდაცვალებაც და ის ბედი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ განვითარდა მის გარშემო, იმიტომ რომ ვერ მოუარეს როგორც ჩანს მის საფლავს ისე რომ დღეს ჩვენ გვცოდნოდა სად არის ის საბოლოოდ, სად არის ის დაკრძალული და უფრო მეტიც, როდესაც მე მომიწია ქალაქში ჩამოსვლა რაღაც კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მუშაობის დროს აღმოვაჩინეთ რომ დღეს არის მხოლოდ აბრა დარჩენილი იმ ერთსართულიანი სახლისგან, რომელშიც ის ცხოვრობდა და ალბათ ესეც მნიშვნელოვანია, რომ იმ საქმიანობების გათვალისწინებით, რომელიც მან ქალაქის წინაშე და მოსახლეობის წინაშე გასწია და რომლის გამოც ალბათ დღეს ჩვენ გვახსოვს ეს ქალაქი მის ისტორიული მნიშვნელობით, ვიცოდეთ საფლავი და უფრო მეტი გავიგოთ ამ ადამიანის ღვაწლის შესახებ.